ერთ-ერთი რაღაცა უნიშნელოვანი სიტყვი მეგონისათვის ველახმაში, იმიტომ რომ ამ თავში ცხადდება საერთოდ ისეთი წინასწარმეტყველებები, ისეთი საიდუმლოებები, რომლის შესახებაც ჩვენ გვექნება ქვემოთ ლაპარაკი და თუ რატომ არის ეს თავი ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც წინაწელში ჩვენ თვითონ ვნახოთ. ამ ამბების შემდეგ იყო რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა აბრაამ მიუღო აქა ნუ რა ამბებზეა ლაპარაკი, ამბები იყო ის რომ ისააკი უკვე დაბადებულია. ამის შემდგომ ნახეთ ჩვენ რომ აბიმელექთან შეკრა უკვე კავშირი აბრაამმა, დაიფიცეს რომ ისინი ერთმანეთში არიონებენ. შენ შვილებთან და შვილიშვილებთან მე ამეკნება რა არის ომი. სამაგიეროდ იმან უნდა აღიაროს რომ აბრაამმა ჭები ამოთხარა, ეს ჭები აბრაამის არის. თუ გახსოვთ ეს ისტორიაში ჭას რატო თხრიდა ისიც მოგახსენეთ მე ხო? რატო თხრიდა ჭებს ხო? მისიონერობდა აბრაამი. ამ ამბების შემდგომ ნიშნავს რომ რაღაცა შეიძლება ესე გურუზით აქვს ერთი ესეთი სიტყვა გუშხამა მეთქვია რა და ეს გუშხამ ნატალიას ეცოდინება განუსაზღვრელი დროა საერთოდ შეიძლება გუშინდელ დღეს გულისხმობდეს და შეიძლება 5 წლის უკანვე ამბავზე გელაპარაკებო და აგერ გუშხამო გეტყვის და ასე მოხდა რაღაცა და ეს შეიძლება ის ხო 5 წლის უკანველი ამბავი იყოს და ამიტომ განუსაზღვრელი დრო არის გუშხამ და ესეთი ის გახლავთ წინაწელში მინდა გითხრათ მოგზავნეთ ბატონო ამ ამბების შემდეგ იყო რომ ლაპარაკია სინამდვილეში ამ ამბების შემდეგ უკვე მრავალი წლებია გასული და ჩვენ მივხვდებით რატომაც დავიანგარიშეთ გამოსცადა აბრაამმა ღმერთი და უთხრა აბრაამ მიუღო აქა სინამდვილეში ეხლა უნდა ვთქვათ რომ ღმერთი შეიძლება აბრაამის გამო ღმერთმა არ იცის ვერ ხედავს აბრაამის დინარდრესი გამგებელები არა აბრაამმა უნდა დაინახოს საკუთარი თავი ეს იცით საიდან ჩანს მე-12 თავი გახსოვთ აბრაამის შესახებ საიდან იწყება ლაპარაკი მე-12 თავი ჩვენ ვთქვით რომ მე-12 თავი და ერთი ოჯახის ისტორია მე-12 თავი იწყება ასე უთხრა უყალმა აბრაამს წადი შენი ქვეყნიდან შენი სამშობლოდან მამა შენი სამიდან იმ ქვეყანაში რომელსაც მე გიჩვენე გაქცევ დიდხალხსა და გაკურთხებ და განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნება ნუ ეს ტექსტი ჩვენ წავიკითხეთ და ვილაპარაკეთ ამაზე როგორ გამოვიდა აბრაამი მამამისის სახელიდან მაგრამ თუ ბუკვალურად გადავთვალოთ ჩვენ ამ ტექსტს ღმერთი ეუბნება აბრაამს რომ უნდა წახვიდე შენ მამა შენი სახელიდან და უნდა წახვიდე იმ ქვეყანაში რომ დაინახო საკუთარი თავი აი ესეთი ტექსტი რომ დაინახო საკუთარი თავი განიცადო საკუთარი თავი და ეს 22 ნუ თავით ნახეთ ესე იწყება გამოსცადა აბრაამმა ღმერთი კი არა აბრაამმა უნდა განიცადოს საკუთარი თავი მან უნდა იცოდეს თავისი შესაძლებლობების ზღვარი და რა არის ეს უთხრა მოკიდე ხელი შენ შვილს შენს მხოლოდ შობილს რომელიც გიყვარს ნახეთ რამდენი ხაზგასმა არის აბრაამ სხვა შვილს ყავს მოკიდე ხელი შენ შვილს შენს მხოლოდ შობილს ისმაილზე არ არის ესეთი ხაზგასმა რომელიც გიყვარს ისააკს უკონკრეტებს წადი მორიას მხარეში იქ შესწირი აღსავლეთ სოფლად ერთხაზე რომელსაც გიჩვენე პირდაპირ ეუბნება რომ ისააკი სოფლად უნდა შეიცინოს ამ საზოგადოებაში სადაც აბრაამი ცხოვრობს შვილების სოფშეწირო არავის არ უყვარს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მაგრამ აბრაამის სარწმუნოებაში მსგავსი რამ არ ხდება და აბრაამს ეუბნება ერთად ღმერთი რომ შენ შენი შვილებს სოფლად უნდა შეწირო უნდა წახვიდე იმ მორიას მხარეში ეხლა ნახეთ რა საკეთებს აბრაამი ადგა დილა ადრიანად აბრაამი უნდა გითხრათ საერთოდ რომ მართალი ხალხის შესახებ სადაც ამის წავიდათ ყველგან არიან ისინი ძალიან ადრე დგებიან რაღაცა დილის ძილი არ უყვართ ხოლმე რა გაითვალისწინეთ ეს პატრიარქის ჩვენი სულ გვეუბნება ხოლმე ამას რომ ადრე დაწეკით და ადრე აკეთით ადრე გაიგეთ იმიტომ რომ ბევრად უფრო ცოცხალია ადამიანის გონება მაშინ ადრა დილა ადრიან აბრაამი შეკაზმა სახედარი თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისააკი თავისი შვილი დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც ადგა და წავიდა იმ ადგილისკენ ღმერთმა რომ მიუღია საინტერესო იცით რა არის აბრაამი იმდენად მართალი კაცია იმდენად ღვთისმოშიში ადამიანია რომ სადაც მიდის იცის რომ ის ადგილი არის უდაბნო და იქ შეიძლება შეშა არ არის ამიტომაც სახლიდან მეოქ შეშა ანუ როგორი შინაგანი მდგომარეობა აქვს ერთადერთად არ ითვლება რა თქმა უნდა ისმაილის ხალხს მაგრამ ეს არის აღთქმის შვილი
აქედან იცის რომ ის უნდა გამო, აქედან იცის რომ უნდა მოეფინოს შთამომავლობა მას და უნდა რაღაცნაირად გაიხაროს ამ შვილით, იმიტომ რომ ისმაილი უკვე რამდენჯერმე გამოსცადა მას საქმეში და მიხვდა რომ ის მეთისკენ ნაკლებად არის რაღაცნაირად თბილი ურთიერთობები უჩვენებია მერგანთან. ეს ისააკი კიდე ყველაფერი უნდა იყოს მისთვის და მიუხედავად ამისა, ხო შეიძლება აი მე მაგალითად ეს რაღაცას მოვიფიქრებდი, რომ წავიდოდი იქ და ვიტყოდი, ხუი კაცო შეშა არ ყოფილა დაბავშვებად როგორ შეეცემა და მე უკან მაქსიმალურად გადავდებდი მაგალითად ამ დროს. გადავდებდი ბიზნესის დასახელებით, რომ ვიტყოდი, რომ აგერ მოვედი ბატონო და შეშა არ ყოფილა, შეშის გარშემო შეეცემა არ შეიძლება, იმიტომ რომ ცეცხლი უნდა დაამტო და ცეცხლი უნდა მოხდეს დაწონე შეწირული მსხვერპლის. ანუ ჯერ იკლებოდა, სპარტს უკეთებდა, ჯერ კლავდნენ და მე რაღაც გარკვეული ნაწილები უნდა დამწვარიყო, გარკვეული მდელს უნდა მისცემოდა. იყო სრულად დასაწველი, რომელიც ძალიანად უნდა დამწვარიყო. შვილი ამ შემთხვევაში სრულად დასაწველად უნდა შეეცია. ამიტომაც ღვთისმსახურება არ აღესრულებოდა თუ მას არ ეკნებოდა შეშა. ამიტომაც ჩემი გონება მაგალითად ასე იზავდა, რომ შეშას რა თქმა უნდა არ წავეძებდი და იქ მე ვიტყოდი, რა, აუ შეშა არ არის, ეხლა ერთი ორი დღისავალი ხო არ. ეხლა ორი დღე უკან ყოფდა დავბრუნდი. მე ამ ორი დღის მერე ეხლა კიდე შეშასთან ერთად ხოცავ, ახლა ვიტყვი. ცეცხლი დავავიწყდა, ცეცხლიც ხო თან დაგონდა მაშინ. იქ ეხლა ცეცხლის ვარ გონდა და ქვია, სამთებელები ვაი. ეხლა კიდე ერთ ორ დღეს მოვიგებდი ასე ცეცხლში რაღაც. ნუ ადამიანურად რომ იმჯელოთ ხო ასე, მაგრამ აბრაამის სიმართლე ნახეთ, ყოველთვის მაგვირებს ის. რომ ნახეთ თავისი შვილი დაჩეხა სამშობლო შეშაც, დაჩეხა იცით რა σημαίνει. გააკუცმაცა ეს შეშა, იმიტომ რომ ამდენად დაინტერესებს ეს. აი დიდი მორები რო წაიღო, მორებს ცეცხლი ხო არ ეკიდება. უნდა წვრილად იყოს დაჩეხილი, რომ თავიდან ცეცხლი აერთო და მე ამათ ხო მიქონდათ ცეცხლი როგორ გადაქონდათ, ვისაც გინახავთ ხო? პატარა ნაკვერჩხალი ზემოდან ნაცარი არის დაყრილი და შიგნით ის ინარჩუნებს ამ სიტყვას. ამ ნაკვერჩხლისგან უნდა აღაგზნო შენ თავიდან ცეცხლი. ამისთვის შეიძლება ძალიან წვრილად დაყოფილი შეშა. ამიტომ აბრაამი ისეთ დეტალებს აკეთებს, ისეთ დეტალებზე ზრუნავს, რომ ის სიტყვა რაც მას მიეცა, ზუსტად რომ ამის შემსრულებელი და გამკეთებელი უკვე აქედან ჩანს. რომ არ წავიდეს მორიას მთაზე, უკვე ჩანს რომ აბრაამი ამის შემსრულებელია, იმიტომ რომ ღმერთმა მას ასე უთხრა. და გაუგებარია ეს ჩვენთვის, ხო? მაგრამ ჩვენ ნახავთ რატომ იყო გასაგები აბრაამისთვის. ადგა დილა ადრიანა და აბრაამი შეკაზმა სახედარით ან დღესდღეობით. მეოთხე მუხლი. მესამე დღეს გაიხედა აბრაამა, როგორც მოგახსენებთ, ორი დღის სავალია. მესამე დღეს გაიხედა აბრაამა და შორიდან დაინახა ის ადგილი და უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს, თქვენ აქ დარჩით სახედრთან. მე და ეს ბიჭი იქ წავალ თაყვანისცემ და თქვენთან მოbrunდებით. მოbrunდებით მრავლობილში წერია, ეს მის წინასწარმეტყველება იყო, რომ ის მოbrunდებოდა, თუმცა კი არ იცოდა მანამდე იქ გამოსდებოდა, მაგრამ მოbrunდებით რაღაცა საწინასწარმეტყველო ტექსტი არის ნათქვამი. ეს გახლავთ მორიას მთა, სადაც აშენდა ნელა ქენი და გრუბად არ უყავს მაგ ტელეფონებს. გრუბად ისო. არა, ისეთი არის სენსორული ტელეფონები. იერუსალიმში ხართ აქედან მე ნამყოფი? პარავე. მორიას ხა გახლავთ იერუსალიმში სურათი მაინც გექნება დანახი, ყველაზე დიდი ბრწყინვალე გუმბათი რო ჩანს, მოოქროვებული. ეხლა ეს გახლავთ მეჩეთი. მეჩეთი სადაც მუსულმანები ლოცულობენ. ეს არის მორიას მთა, სადაც იდგა პირველი ტაძარი სოლომონმა რომ ააშენა. და ამის შემდგომ დაარღვიეს და მეორე უკვე მეორე ტაძარი ააშენეს. ეს გახლავთ ის ტაძარი, სადაც მასწავლებელი შევიდა და გამოყარა ხალხი მუსლიმების გადასახურებელი ისინი ქონდნენ გახსნილი ჯგუფებში. ეს მთა გახლავთ განსაკუთრებული ადგილი. ამ მთაზე ძალიან ბევრი წინასწარმეტყველებაა, ჩვენ ნახავთ, რომ ამ მთას ძალიან ბევრჯერ შევხვდებით, მათ შორის იაკობთან, როდესაც ის გარბის თავის ძმისაგან ამბავი გამოცხადება, იაკობს ეძლევა, რომ ამ პირველი ტაძარი აშენდება, რომ ამ მთიდან ისმენს შესასვლელი, განა აქედან ვერ ისმენს, მაგრამ ის განსაკუთრებულ ადგილად ითვლება, განსაკუთრებულ სიწმინდედ ითვლება. მინდა გითხრათ, ეხლა თანამედროვე სიტუაციაში რა ხდება. ებრაელებს რა თქმა უნდა, უნდათ თავისი ტაძრის აღდგენა. მე მეცაც გეტყვით, ებრაელებს გამზადებული აქვთ აბსოლუტურად ყველა ამ ტაძრის ასაშენებლად, უბრალოდ ამ ომარის მეჩეთს, ესე ეწოდება, მას ვერ ანგრევენ, იმიტომ რომ ომი დაიწყება მუსულმანებსა და მათ შორის, ამიტომაც არც ამ ომის არ მოერიდება, ჯერჯერობით უბრალოდ ძალებს იკრებენ, მინდა გითხრათ, თორე ამ ომს ისინი არ შეუშინდებიან და პირდაპირ გეტყვით, რომ აფეთქებენ ამ ტაძარს. უბრალოდ არ უნდა დაფეთქება ერთი მიზეზის გამო, როგორც ამბობენ.
ძველი სოლომონისეული ტაძრის ქვები არის გამოყენებული ამ ომარის მეჩეთის მშენებლობაში. ამიტომ რომ ააფეთქონ შეიძლება ეს ქვები დაიმკვიდროს. ამიტომაც მათ ეს ქვები უნდა მთლიანად ეხლა რომ მივიდნენ იქ და დაშლა დაიწყო რა თქმა უნდა ორი მეორე დღეს დაიწყო. ამიტომ უნდა რომ ეს საკითხი ისე მოაგვარონ რომ ტაძარი ააშენონ და ტაძარს აშენებენ ისთვის ანტიქრისტესთვის. იმიტომ რომ რამდენი საუკუნეა უკვე ისინი მსხვერპლის შეწირას ვეღარ ასრულებენ. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში, როდესაც ნაბუქოდონოსორმა ილაშქრა და იერუსალიმი რომ დაანგრია, კიდოვანი, რომელიც იდგა ამ ტაძრის წმინდათაში მორიას მთაზე, ეს გადამალეს ეს კიდოვანი იერემიას წინასწარმეტყველმა, სავარაუდოდ რაღაცა ჭაში დამალა. დაკარგულია ეს კიდოვანი. და თუ ეს კიდოვანი არა აქვს ებრაელ კაცს, ის ვერ აღასრულებს მსხვერპლ მსახურებას. ცოდვათა მისატევებელ მსხვერპლს ვერ შესწირავს. რა არის ცოდვა? სრულად დასაწველი წერა რო ამბობთ. სხვარი იკლებოდა სრულად იწვევდა ჯერ თავზე დაალაგებდნენ ხელებს და ცოდვებს აღიარებდნენ და მერე სრულად იწვევდა. იყო განსაკუთრებული, რომელიც უნდა გაეშვათ ეს სრულად. იყო სრულად დასაწველი. ამას ვერ აღასრულებენ, იმიტომ რომ შენობის აშენებას რა უნდა? არაფერი ახ ფინანსები არ აქვს ებრაელებს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შენობა აშენო. თვითონ ეს კიდობანი არა. მაგრამ სკანირება ჩაატარეს, როგორც ამბობენ, მორიას მთაზე და სავარაუდოდ ამ მორიას მთაში შიგნით არის ეს ჩა, სადაც ეს ინახება. ამიტომ მათ ეს ყველაფერი იქაურობა სჭირდება. ის ადგილი სჭირდება და ეს მეორე მოსვლის ერთ-ერთი წინა სახე გახავთ, იმიტომ რომ ეს ტაძარი აშენდება თუ არა, იქ მოხდება ანტიქრისტეს მეფედ კურთხევა და ამის შემდგომ იქნება ელია წინასწარმეტყველის გამოცხადება, რომ ებრაელები მოვლენ და ებრაელები მოიქცევიან უბრალოდ. აი ებრაელების დაცემით ფაქტიურად მოხდა ჩვენი აღდგომა. მერე იქნება პირიქით, რომ დაიხურება კარიბი წარმართებისთვის და დაიწყება ებრაელების მოქცევა. რას ნიშნავს ახლა ეს ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მაინც საინტერესო თემა არის და თან ყველაფერს უკავშირდება, იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ ახლა აბრაამის ხორცშეწირვასთან დაკავშირებით ამ ყველაფერს. რომ პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ ებრაელები რომ არ დაცემულიყვნენ, შენ ვერ მოხმილოდ. რა იქნებოდა, რომ იესო ქრისტე მიეღოთ მან როგორც მესია და ღმერთი. როგორ გაგრძელდებოდა დედამიწაზე ცხოვრება. არაფერი ეს მეორედ მოსვლა იქნება. მეორედ მოსვლა ჩვენ რასაც ახლა მოველით და რაც უნდა მოხდეს მეორედ მოსვლის დროს, ეს იქნებოდა მაშინ. მაგრამ მაშინ ყველა წარმართი აღმოჩნდება რომ წარწმუნებულებაში არის. მაგრამ რადგანაც ებრაელებმა არ მიიღეს და მოხდა მისი ჯვარცმა, ხადაგება დაიწყეს წარმართებთან ებრაელებთან. მოციქულებზე ლაპარაკობ, იმიტომ რომ ებრაელების ნაწილმა ვინც მიიღო ქრისტე, მათ იქადაგეს სწორედ წარმართებისთვის. ამიტომ დაიხურა ებრაელებისთვის კარი და გაიღო წარმართებისთვის კარი. ჩვენთვის ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, რომელთა მიმართ ეპისტოლეში. იკითხეთ ხოლმე წმინდა წერილი, ძალიან გამგადგებათ, იცით, აი ყველაფერი ეს მერე გაგახსენდება და ნახავთ, თუ ეს ხო აქ წერილი ეს ხო ესე. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ შენ ხარო ზეთის პირზე დამხნობილი რტო, წარმართ საზოგადოებას მიმართ. და თუ ღმერთმაო არ დაინდო ნამდვილი რტოებიო და ისინი ჩამოსხებაო, შენ მით უმეტეს არ დაინდობს თუ კი იდიდგულებო ებრაელთან მიმართებაში. იმიტომ რომ იმათი დაცემით მოხდა შენი მოსვლა და შენი გადარჩენა. და ამიტომ ის არის ნამდვილი ფესვი, ნამდვილი ღერი და შენ ამაზე დამხნობილი. და ამიტომ მასთან არ იდიდგულო არავითარ შემთხვევაში, რელიგიური თვალსაზრისით. და დაიხურა მათთვის კარები, გაიღო ჩვენთვის. ეხლა იქადაგება მთელ მსოფლიოში ქრისტიანობა. იცით ასეთი კუთხე, სადაც ქრისტიანობა არ იქადაგება. არ არსებობს ასეთი. უკიდურესი, რა ვიცი, აღმოსავლეთი იქნება და დასავლეთი, იაპონია იქნება, ამერიკა იქნება, აფრიკაში, ჩრდილოეთი, რა ვიცი, ყველგან ქრისტიანობა იქადაგება და აზარჩენილად თუმცა ქრისტიანობის სარწმუნოების შესახებ გაგებული და ბიბლიაზე სახარება რო შესულიყო სამყაროში, ხო? თუმცა კი ვიღაცა შეიძლება ამას არ ღებულობდეს, მაგრამ ღმერთმა ყველას მისცა მის საშუალება და ყველასთვის გახსნილია ეს კარი, მათ შორის ებრაელებისთვისაც თუ კი ისიც მოიმართოს, მაგრამ ებრაელები მოექცევიან მილიას ქადაგებით, ისინი ძალიან დიდ სინანულში ჩავარდებიან, მოინანიებენ ამ თავის სოდებს და ებრაელების მოქცევა იქნება სწორედ მეორე მოსვლის წინ. ეს ტაძარი როცა აღდგებოდა ანტიქრისტე, როდესაც მოედინება, ამის გამო სწორედ ანტიქრისტე იგია წინასწარმეტყველს ილია თესბიტელს თავს მოგვეც. ის ნამდვილი სიკვდილით გარდაიცვალა. ეხლა ხო გახსოვთ რომ ის გარდაცვლილი არ არის, ეცად არის ატაცებული ცეცხლოვანი ეჭვი. უთხრა აბრაამამ სახურბიჭებს, თქვენ აქ დარჩით. ნუ აქტოვებს ამათ, იმიტომ რომ არ უნდა ახურებინოს ეს შვილის. აიღო აბრაამმა სამსხვერპლო შეშა, აკი და ისააკს, თავის შვილს ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა და ასე წავიდნენ ორივე ერთად. ეს სცენა ხო გახსენებთ სამეზობ, მთაზე მიდის და შეშა გზურზე ისააკს მოკიდებული.
ისააკი განასახიერებს იესო ქრისტეს. იესო ქრისტეს, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის სოფლად შეიძინა. ფაქტიურად ეხლა ამ სოფლის შესაწირად წევს მთელი ებრაული საზოგადოება. თუ კი აბრაამი მოკლავს ეხლა ისააკს, აღარ დაიბადება იაკობი, აღარ დაიბადება მისი 12 შვილი, აღარ დაიბადება დავით მეფსალმუნე და რომლის შტოშიც გაჩნდა შემდგომ ღვთისმშობელი და ღვთისმშობლისგან იესო ქრისტე. ამიტომაც ეს შეწირვა სწორედ ამ ებრაელი ერი შეიძლება ითქვას ისააკის სახით შეეწირა იმას, რომ ეს ყველაფერი მოხდარიყო, რომ ჩვენი მოქცევა და ჩვენი ქრისტიანობა გამხდარიყო შესაძლებელი. უთხრა ისააკმა აბრაამს, თავის მამას, მამა ჩემი, უთხრა აბრაამმა, რა იყო შვილი. უთხრა ისააკმა, ცეცხლი და შეშა მოგობს, აღსავლენი კრავისა და არის. იცით რა მინდა გითხრათ, რაზე გავამახვილოთ, ჩვენ აქ რამდენიმე ადგილას ვნახავთ. მამა ჩემო უთხრა ლაპარაკს კი არ იწყებს. სანამ მამა უფლებას არ მისცემს, იქამდე არ ლაპარაკობს ისააკი. ესეთი წესი იყო, ესეთი წყობა იყო. ესე არ იყო რომ ვიხვიდოდი და დარარა ეხლა რო არის რაც გინდა და რაც მოგაგება ენაზე და ყველაფერი არა. ძალიან დიდ ფიქრობდი აღმოსავლეთის ხათაშორის ეს დღემდე არის შემორჩენილი. ესეთი პატივისცემა მშობლების მიმართ აღმოსავლეთის ქვეყნებმა უფრო შეინარჩუნეს ვიდრე დასავლეთში. ეხლა რო არის რომ მე ამის უფლება მაქვს, მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, მე უკვე დიდი გოგო ვარ, ვინ კითხავს მამას და ვინ კითხავს დედას, ამის გულისთვის ქვით ჩაკოლვა იყო ბავშვის. პირდაპირ გეუბნებით. ქვით ჩაკოლვა. აუგეს მთქმელი თავის დედაზე და მამაზე ქვით ჩაიქოლოს. და ამ წესს ახორციელებდნენ. ამიტომაც იცოდნენ ძველებმა და ამას ძალიან დიდ სიფრთხილით უპირდებოდნენ. მათ შორის ცოლიც კი ქმარს ასე ელაპარაკებდა. ბატონო ეთყოდა და ის ეუბნებოდა ბრძანე და იმის შემდეგ ლაპარაკობდა ცოლი. ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი. და ეს არ იყო ჩაგვრა. ეს იმიტომ კი არა რომ ახლა შენ ხმის ამოღების უფლება არ აქვს. არა, ეს იყო ურთიერთობის წესი. და ეს ურთიერთობის წესი უფრო მეტ პატივისცემას იწვევდა ერთმანეთში. ეს არ იყო ის რომ მე აქ ისავა რა ქვია რაღაცა მონსტრი რომელსაც შემიძლია ესე ხმა არ ამოგეღებიოთ რაღაც. არა. მამა ჩემი და წერტილი. ისე უნება რა იყო შვილო. აი ამის მერე ახლა უნდა თქვას რა იყო. თუ არ უპასუხებს აბრაამი, ის აღარ გააგრძელებს ლაპარაკს. მოკარგია. აი მის რომ ასე მოუწევლიყავი ჩემს მამასთან, ჩემი შვილიც ასე მოიწევდა ჩემს. რადგანაც მე არ ვიცედი ჩემს მამასთან, ასე ახლა ჩემი შვილიც მე ასე მოიწევდა. მამა ეს მინდა, მამა ის მინდა. აბა. ცეცხლი და შეშა მოგვაქვსო. ნუ ისააკი ხდება ერთად რაზეც არის ლაპარაკი. აღსავლენი კრავის ადგა არის. უთხრა აბრაამმა, ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს და ასე მიდიოდნენ ორი ერთად. ეს კრავი გახლავთ სწორედ იესო ქრისტე. გამოაჩენს ღმერთი თავის კრავს. გახსოვთ თქვენ ივანე ნათლისმცემლის ქადაგება როგორ იწდება? როდესაც ის ნათლობას იწევს, აჰა კრავი, აჰა კარგი, როდესაც რომელიც აიღებს თავის. ამიტომ ეს ტექსტები რაც აქ წერია, ახალ აღთქმაში ჩვენ გვხვდება. ამიტომაც გეუბნებით რომ როდესაც ხშირი შეხება გაქვთ ამასთან, მე უკვე უცბად დაკავშირებ ეს ხო იმან რო თქვა ეს ხო აქ ასრულდა. ეს ხო აქ შესრულდა და ეს განხორციელდა. მიადგნენ იმ ადგილს ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლოს. სამსხვერპლოს აღმართა ხდებოდა ქვებით, რომელ ქვებზეც მე ინთებოდა ცეცხლი, უბრალოდ როგორ იყო იცით, აი თონესავით რო გააკეთა, წარმოგიდგენთ შიგნით შეშაიდებოდა. და როდესაც დაიკლებოდა, მე ქვემოდან ეს ცეცხლი შეინთებოდა და ეს სრულად დასაწველი მსხვერპლი მოკლედ იწვებოდა ქვემოდან რა. აღმართა ნიშნავს რომ ქვებით ესე ამოაშენა. დააწყო შეშა, როგორც წესია. შეკრა ისააკი, ნუ შეკრული უნდა ყოფილიყო სხვა რიგ რო გაიქცეოდა რა, დაინახავდა ქვევიდან როდესაც უმთავრესია. შეკრა ისააკი თავისი შვილი, დაასვა იგი სამსხვერპლოზე შეშის ზემოთ. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაქმებას. ძალიან ძიმე სცენა მინდა გითხრათ. მაგრამ მინდა ვამბობ ჯელობენ ძალიან საინტერესო თემაზე. რომელ უფრო მაღალ სიმაღლეზე იმყოფება სულიერად აბრაამი თუ ისააკი? აი ხმა ამ შემთხვევაში. მე გეტყვით რომ ისააკი. ისააკი, აბრაამი ასრულებს, რა თქმა უნდა ასრულებს იმ არასწორისგან მიიღო, მაგრამ ისააკი იმყოფება უფრო მაღალ სიმაღლეზე და ჩვენ ეს ვიცით ისევ წმინდა წერილში. და რა წერია წმინდა წერილში? იაკობი იფიცებს ისააკის შიშს კეთიცებია. მისი შვილებიც იფიცებენ, როდესაც რაღაცა სიმართლის დამტკიცება უნდა, ისააკის შიშს მამამთავრები იფიცებენ, ისააკის შიშს გეფიცებენ. ოღონდ რომელ შიშზეა ლაპარაკი? სიკვდილის შიშზე? არა, იცით რის შიშზეა ლაპარაკი? რომ ოდნავ წარბი არ შეუკრთეს და ურჩობა არ გამოიჩინოს მამის წინაშე.
აი ამ შიშზე ალაპარაკე. რომ ხდება რომ მამამისმა უნდა დაკლას ეხლა და ის ცდილობს რომ სახე ისე დაალაგოს და მიმიკა ისე დაალაგოს რომ არ შეამჩნიოს მამამ რომ რაიმე ოდნავი ურჩობა აქვს. მზად არის რომ მოკვდეს იესო ქრისტე რომელიც მოკვდას ორჩილებით. ამიტომაც ისააკი ბევრად უფრო მაღალ სიმაღლეზე იმყოფება სულიერად. და ამიტომაც არის ისააკი გას. თუმცა კი ამას უყალოდ არ ჩაუდგა. ამ ფაქტის გამო სარა მოკვდა და ისააკი დაბრუნდა. სარამ რო ეს გაიგო რა უნდა თუმცა კი ისიც გაიგო რომ გადარჩა და ცოცხალი მაგრამ რომ გაიგო რა უნდა მოხდარო სარამ მოკვდა. და ისააკი დაბრუნდა. ნუ სრულად არ დაბრუნებულა მაგრამ ძალიან დააკეთა ხედულობა ნერვიულობის. და ჩვენ ამას ნახავთ მე შემდეგ კარგად წავიკითხავთ რომ ცოლს ერთად შედიდან ვეღახენ ახლოს რომ მოგდენ ახლოს ვინ არის ეს ცოლი. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანაშვილი დასაკლავა და როგორც ვითხარით ფაქტურად ხელი ებრაელი ერი არის ისააკში. იმიტომ რომ ისააკი თუ მოხდება ებრაელი ერი ვეღარ იპერსებს. მაგრამ აბრაამის სარწმუნოება რაში მდგომარეობს, იცით? აბრაამის საოცრება რაში მდგომარეობს? მისი ამ სარწმუნოების გამოვლინება რაში მდგომარეობს? აბრაამმა იცის აღთქმა, რომ ისააკისგან მას ეყოლება შთამომავალი. სწორედ აქ შემოდის პირველად ჩვენთვის სწავლება აღდგომის შესახებ. ანუ აბრაამმა იცის რომ მე რომ ღმერთმა უთხრა რომ და ღმერთს რახან ნათქვამი აქვს რომ ამისგან შეშთამომავლა ეყოლება და გამრავლდება. აბრაამს წამს რომ გამრავლდება, მე რომ ეს ახლა თუნდაც საქმე მოკვდეს, კუდრეთით აღდგება რა პრობლემაა. რაშიც თანამედროვე საზოგადოებას არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ქრისტე კუდრეთით აღდგა, აბრაამს არ ეპარება ამაში ეჭვი. და კუდრეთით აღდგომის სწავლება ჩვენთვის ფაქტობრივად სწორედ ამ თავიდან შემოდის. სწორედ ამ 22 თავიდან რასაც ახლა ჩვენ ვიტყვით. ოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ, მიუგო აქავა. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყვაწილზე, ნუ რაფერს დავშავებ მას, რადგან მივხვდი ღვთის მოშიში ყოფილხარ. ხოლო ჩობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. გაიხედა აბრაამმა და ხედავს. აჰა ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში, მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა ახსავლე მსხვერპლად შვილის ნაცვლად. ნუ რაც იწირებოდა მსხვერპლად ის შესწირა რა თქმა უნდა. უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს ღმერთი გამოაჩენს. ებრაულად ჟღერს იახვე ირე. იახვე ირე, კი ესე ითქმის. ამიტომ ითქმის დღეს მთაზე უფალი გამოჩნდა. მეორე გზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს წინდან და უთხრა: თავს გეფიცები, საკუთარ თავს იფიცებს ღმერთი. თავს გეფიცები ამბობს უფალი, რა კი ეს საქმე გააკეთე, რა კი მხოლოდ ჩობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, კურთხევით გაკურთხე. გიმრავლებს შთამომავლობას, ცის ვარსკვლავები ზღვის ქვიშასავით დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა. მეთვრამეტე თავი, აქ უნდა გავჩერდეთ, ცოტა ხანი კიდე რაღაცებს გეტყვით, იმიტომ რომ ეს კურთხევა ჩვენ ადრეც ხო გვაქვს მოსმენილი. ეხლა ვნახოთ, რომ ეს კურთხევა მეორდება. მე გითხარით, რომ წმინდა წერილში, სადაც მეორდება რაღაცა, ეს შემთხვევით არ არის. მე აგიხსენით რატომაც, იმიტომ რომ იმდენად ეკონომიას აკეთებდნენ, რომ წერდნენ ყავზე წერდნენ, რომ ხმოვნები საერთოდ ამოღებული ჰქონდა. ყველას ერთმანეთზე გადამული იყო ის აქ უნდა გამოტოვება, რომ მაქსიმალური ეკონომია გაეკეთებინა. როდესაც რაღაცა ტექსტი მეორდება აბრაამული, შემთხვევით არაფერი არ არის. იმიტომ რომ ამ დროს უნდა იგულისხმოთ, რომ ღმერთი აუცილებლად ამას ასე გააკეთებს, თუ კი ეს კურთხევაზე ლაპარაკი რაღაც წინასწარმეტყველებაზე, რომელიც გამეორდა, თუ კი ორჯერ გაიმეორა სახელი, აქებს ღმერთი ესეთ ადამიანს, თუ კი მისი ასაკი დასახელდა აქებს ღმერთი ადამიანს. მე გეტყვით ეხლა შემდეგ 23 თავი წება რეკიცი, სარა გარდაიცვალა და ხედი იცოცხლას რა 127 წელი. არც ერთი ქალის ასაკი არ არის დასახელებული ბიბლიაში სარას გარდა. სარა რომ ამდენი წელი იცოცხლა, ღმერთი მას აქებს, ამბობს რომ ეს იყო ძალიან დიდი წმინდანი. გამოცემა არსებობს, რომ მისი კარავი სადაც იცხოვრობდა, ნათლის სვეტიერიდან კარავს გამომდინარე, იმიტომ რომ სარა განსაკუთრებულია ძველადობაში. და მე უნდა შეგახსენოთ ასევე ახალი აღთქმის დასაწყისი, ნახეთ აბრაამის შესახებ. ახალი აღთქმა ეწება ესე და ჩვენ შეიძლება კითხვას იწვევდეს. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. ჯერ აბრაამი იყო და მერე იყო დავითი. ჯერ დავითი დასახელდა და მერე აბრაამი. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა ებრაელები. დავითის შტოდან მოელოდნენ მესიას და რომ
ხაზი ყოფილიყო გასმული რომ ეს ნამდვილად დავითის შთამომავლობა, მაგრამ რატო წერია რომ ძისა დავითისა ძისა აბრაამის. და მე იცება აბრაამაშა ისააკი, ისააკმაშა იაკობი, იაკობმაშა იუდა და ფარეზაძე. მოკლედ ეს ისტორია, ხო? რატო წერია? წიგნი შრომის ეს ძისა აბრაამისა, ძისა ისააკისა, ძისა არ წერიას. ორ კაცზე წერია, დავითზე და ისააკზე. რატო? იმიტომ რომ ვინ იყო აბრაამის შვილი ისააკი? რა მოხდა ისააკთან? სვეტლად შეწირვა. ქრისტემ სვეტლად შეიწირა. ვინ იყო დავითის შვილი? სოლომონი. და რა მოხდა სოლომონი? სოლომონმა აშენა პირველი ტაძარი. ქრისტემ პირველი ახალი აღთქმის ეკლესია შექმნა. ამიტომაც ეს ყველაფერი არ შეიძლება ეს შემთხვევით თუ დათმობი. ბიბლიაში ბრიტანულენათა შეიძლება შემთხვევითი უნდა გამოვეცოთ, იმიტომ რომ შემთხვევითი მოვლენა აქვს უგონო რაღაცა შემთხვევით შეიძლება ახლა რაღაცა ნერვს ფეხი მოუწდეს, მაგრამ ესე არ ხდება რომ შემთხვევით თქვა მერთან რაღაცა ღვთის განგებულებაში რაიმე ხდებოდეს. დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან, ადგნენ და წავიდნენ ერთად ბერშებაში და ცხოვრობდა აბრაამი ბერშებაში. ამ ამბების შემდგომ მოხდა რომ ემცნო აბრაამს, ნახეთ როგორ თავდება 22 თავი რაღაცაზე მიგვანიშნებს. აჰა მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისთვის. მილქა იყო მისი რძალი, ძმის ცოლი. და აბრაამს ემცნო ეს ამბავი. აჰა მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისთვის. ხუთში მისი ბერშო ბუზი ამის ძმა, კემუელი არამელთა მამა, ქესედი, აზო, ფალდასი, იდლაფი და ბეთუელი. ხოლო ბეთუელს შეეძინა რებეკა. რებეკა შემდგომში ისააკის ცოლი ხდება. ეს რვანი უშვა მილქამ ნახორს აბრაამის ძმას. მისმა ხარჭამად სახელად რეუმამ შვა ვაჟები ტებანი, გახამი, თახაში და მაყაკა. ამით მთავრდება 22 თავი. ეს იმის მანიშნებელია, რომ რაღაცაზე ლაპარაკობს ვინა წერილი, აბრაამს რადგან ეს ემცნო, კი არ ემცნო, აბრაამმა დაიწყო მოკითხვა. აქ ადგილობრივი საზოგადოებიდან არ უნდა რომ თავის შვილს ცოლი მოაყარინოს, იმიტომ რომ აქ აბიმელექის წარმართული სამყაროდან ვინც იქ ცხოვრობენ, არ აქვს სულები შეერთოს ცოლი, უნდა რომ მისი ოჯახიდან შეერთოს. მისი ოჯახიდან ვინ შეიძლება იყოს ყველაზე უახლოესი თუ არა ძმა. ამიტომ მისი ძმის შვილი იქნება, ვისაც მოაყარინებს ის ისააკს. ცოლად, რომელსაც ქვია სახელად რებეკა, ეს როგორ მოხდება ჩვენ ამას 23 თავში წავიკითხავთ, თუმცა კი ეს ზრუნველობაც იმისა აბრაამის მხრიდან ჯერეთი შეშინდა, იმიტომ რომ ესეთი ფაქტი მოხდა ეს სხვადასხვა შეწიროზე, რომ გადაწყვეტა სასწრაფოდ ცოლი შეერთო ისააკისთვის, რომ რაღაცა მსგავსი გამოცდის წინაშე კიდე არ დამდგარიყო და გამრავლებულიყო მისგან შვილები წამოსულიყვნენ და ისააკს შვილები ყოლოდა. ამიტომაც ჩვენ 23 თავში ამის შესახებ ვილაპარაკებთ. ხო არ დაგყავდით ძალიან განწყობაზე და ეს გახლავთ როგორც მეკითხარით უმნიშვნელოვანესი თავი, რომელიც აი ამ სოფლშეწირვის შესახებ ჩვენ გვიყვება და ქრისტეს სოფლშეწირვით რო ვართ გამოხსნილები სწორედ ამის მანიშნებელი და წინასწარმეტყველება სწორედ ამის შესახებ რომ მოხდება სოფლშეწირვა კაცობრიობის გამოხსნისათვის. კიდევ უამრავი რამის თქვა შეიძლება მინდა გითხრათ თითოეულ ამბავზე, თითოეულ ამ დეტალზე, მაგრამ მე მირჩევნია რომ ჯერ ერთი ყველაფერი რა თქმა უნდა მეც არ ვიცი. მაგრამ რამდენიმე წმინდა მამის განმარტება რომ აქვს წაკითხული, ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ისე შევაჯამებ ხოლმე რომ საინტერესო საკითხები გითხრათ. ნუ მე ასე ვფიქრობ და თუ თქვენ რაღაცა კითხვები გაგიჩნდება, არის რაღაცა შეიძლება ადამიანს მოერიდოს კიდეც შეკითხვის დასმა და შეგიძლიათ დაწეროთ და მაგილაზე დადოთ. ან მე ცალკე ვგითხოთ, რა ვიცი, როგორც მოგიხერხებათ ის.